2014 წლის საგაზაფხულო პროგრამა იწყება ქვემო ქართლიდან და კახეთიდან. თებერვლის პირველ კვირაში ჩვენ შემოვალთ რამოდენიმე რაიონში კახეთში. კახეთში სულ ბენეფიციარი არის 97,000 ადამიანი. ეს უფრო მეტი ვერ იყო შარში. სიებთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხრილია, შეიძლება ითქვას მთლიანად. ასე რომ ის მცირეოდენი ხარვეზები რაც იყო შარშან წელს აღარ იქნება. თვალი რომ გადავალოთ სახნავ-სათეს ნაკვეთებს, ათვისებული აბსოლუტურად ყველა ნაკვეთი განსხვავებით წინა წლებისგან, როცა რიგდებოდა უმნიშვნელო დახმარება, ძალიან უმნიშვნელო დახმარება, რაც გლეხისთვის პრაქტიკულად არაფრის მომცემი არ იყო, ხოლო 2013 წლის დახმარებამ თქვენ ნახეთ რამხელა ეფექტი გამოიღო, არც ერთი გოჯი მიწა პრაქტიკულად დაუმუშავებელი არ დარჩა. წერს მთავრობა გეგმავს უფრო მასებში შესვლას, ანუ თუ შარშან იყო 700,000 ბენეფიციარი, წელს იქნება დაახლოებით 800,000-ზე მეტი. სტატისტიკურად განსაკუთრებით არ მუშავდებოდა ხოლმე ის პატარა ნაკვეთები, რასაც გლეხობა ფლობდა დაახლოებით 1 ჰექტარის ფარგლებში. ამიტომ ეს ნიუანსი თავიდან ბოლომდე იქნება გამოსწორებული და პრაქტიკულად საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ იქნება დაუმუშავებელი.